გარიცხოს დავაძიო, გავაკეთებ. მეგობრებო, სატენებით. აი, თანაც მაგნიტი ვიყავი რაღაცებს წამევიდი კიდე ცოტა და ტელეფონები და ისინი აქ ამახ და სულ მოუთხოვლათ მელოდებიან. უი, ქეის რო ვიყიდე, ის ქეისი არ განახე, თეკლას ქეისის ვიყიდე განახე ხაროს და ახლარად მომცა იმგონი ის ქეისი 15 ლარი და ის. ხოდა წავედი სახში გახარებულები არიან ბავშვები. ხო. ერთი თეკლა დასაკმაყოფილებელი. ის რაღაცა პროფიტი თუ რაღაცა უნდა და ის უნდა უყიდო გეუყანო მე თურქულ მაღაზიაში. დანარჩენი სტაბას და ლუკას არაფერს ყიდოს აღარ ვაპირებ, იმიტომ რომ ორივეს ტელეფონი გაუკეთდა. არც ჩვენის წინაშე დამაყენე დღეს. ან თურქული მაღაზია, ან ტელეფონი ერთხო და ორივე ტელეფონი მიარჩია და და ვებით სახში მივახერხე. კართან არიან. გარ დედა რა ფერ უხარ? ა? დედა ამას წოუა გული სადაცა. მოდით. საბას ერთი სულია. ჩავწეთ ტელევიზორს და განახებთ. აუ ეს ვენტილატორი მოვიბნე. მოდით განახოთ ახლა. ტელეფონები და ქეისი. ეგია ლუკას, სახეთ შეგიყვან Wi-Fi-ს. ლუკას ტელეფონი ეგ, ამაში გადავიხადე 20 ლარი პროგრამაში. ხო და აი საბა. ვაფშე გატეხილი იყო საბასი, ეგენ ყველაფერი გვერდები ჩატეხილი იყო და ყველაფერი გაუკეთა, ხო ხედა? არაფერი არ წოუშლია. მე გაუკვირდა. აია. პაროლს აღენე, პაროლს გია, ნახე ხო გაია, ხო მოგწონს. ქვეყანა რაც ხარ, საბას ახან. რატო არ შობა? უნდა დავშვიდე. შენი ხელი უნდა ამას. აი. რამდენი რაღაცები აქვს ჩაწერ. ხო და იგი მომეცი აგერ. ასე არასწორი მაცად ეს წუთი ჩავწერ. და ეს თეკლას ქეისი, მეგობრებო, დობურეკე და თვითონ არჩია ესფერი, ანუ ლურჯი არჩია თვითონ. აი ესეთი ჭყიალებიანია 10 ლარად ვიყიდე. აბა ნახე თუ ჩავა. მე ისე შეგიყვან ერთი წუთი და დაგიტენი მაცადი. მიდი გახსენ თეკლა. მომეც ტელეფონი. აი მეგობრებო. თეკლას ტელეფონი. თოფიც გაჩუქებ მე. აი ეს თეკლას ტელეფონი. ეს გაძველი დაგლეჯი. ეს გადააგდი ნაგავში ის სათქინეში. ხო და ასევე მოდი აგერ სატენი გიყიდე. ასევე მეგობრებო მაგნიტი ვიყიდე სატენი. ეს არის საბას ტელეფონის სატენი, საბას ძველი ტელეფონი ტენის, ანუ საბას სიმას. საბას ტელეფონის ძველი Android-ის სატენი აქვს და ესეთი სატენია მეგობრებო. ჰა. და ასევე მეორე სატენი ვიყიდე. ეს ლუკას ვიყიდე და თეკლას ვიყიდე, რომ ჩემსატენზე აღარ დატენენ ტელეფონი. ეს არის ამნაირი მაქვს ზუსტად მეც ოღონ შავი ფერისაა. ჩემი სატენი ამაში მივეც 15 ლარი და იმას 10 ლარამდე მივეც. ორი თავი ერთნაირი აქვს. ეს სატენი. ხო, ეხლა 2 წუთს ამასვენეთ. უცელი ვტკივა. 2 წუთს და მოვალ მეგობრებო და კიდე რა ვიყიდე მაგის პატარ პაკში რაღაცა და განახდე. საერთოდ. დღენ მშვიდობის მეგობრებო. რაშვებით როგორ ახართ? ხო, დღეს არის 4 აგვისტო. გუშინ 3 აგვისტოს არაფერი აღარ გადამიღია მეგობრებო და არ ვიცი საიდან დავიწყო. ისეთი არაფერი უბრალოდ აღარ გადამიღია. მახსოვს რომ კადრზე დაგემშვიდობეთ, სახლში რომ მოვედი, ტელეფონები რო ვაჩვენე ბავშვებს, სატენები და მე უნდა მენახებია რა ვიყიდე მაგნიტში. მაგრამ არაფერი აღარ გადამიღია ამ წამამდე. დღეს 4 აგვისტოა უკვე როგორც გითხარით, ბევრი რამე მოხდა.
8 წუთი აკლია პირველს. ესე იგი გუშინდელი დღიდან გავაგრძელოთ რა მოხდა, რეები მოხდა. ესე იგი აღარ გადევიღე, ჯერ თავიდან რო გავთიშე გადაღება დავწექი ძალიან ცხელი და გუშინ იყო ძალიან სიცხე ქუთაისში. აი არ ვიცი, ასეთი სიცხე არ ვიცი რა, ვინატრე რომ შემოდგომა ყოფილიყო. იმიტომ რომ გუშინ მართლა ძალიან ცხელოდა, აი ძალიან ცხელოდა გუშინ. და რომ მოვედი სახში და ბავშვებს რო ვანახე ეს ტელეფონები და მივეცი ის სატენები, ვენტილატორთან წამოვწექი ცოტა ხანი. და მეთქი მე გავაგზელებ გადაღებას თქვა, თუმცა გუშინ მთელი დღის განმავლობაში არაფერი აღარ გადამიღია. ლოგიზე წამოწოლის მერე მეგობრებო, ავდექი და ისინი რაც ვიყიდე, შევაწყე მაცივარში და რა ვიყიდე კონკრეტულად ახლა გეტყვით, იმიტომ რომ აღარ არის უკვე. კოკა-კოლა ვიყიდე 1 კილის, ნაყინი ვიყიდე 3 ცალი, სატენებთან ერთად. კიდე რა ვიყიდე? თეკლასის ვიყიდე ბრუსკეტი მალეტი, საბასის ხრუსტინი ვიყიდე გრძელი ისენი როა, სიგარეტი ვიყიდე კიდე 1 პაჭკა, არა სიგარეტი არ ვიყიდე გქონდა. კიდე რა ვიყიდე? კოკა-კოლა ვიყიდე კიდე, კოკა-კოლა დიდი ამგენისთვის, ლიტრიანი. კიდე და всё, მეტი არაფერი არ მეყიდია. ემაგ ყველაფერი უნდა მეჩვენებინა, მაგრამ არ გაჩვენებთ. იმიტომ რომ არ მქონდა რაღაცნაირ იმაში ჩავარდი, რა ქვია. მე როცა არ მინდა გადაღება და როცა არ ვარ ხასიათზე, არ ვიღებ. ეგ მომენტი მქონდა გუშინ. ეს ყველაფერი რო ამოვალაგე და ცოტა გავგრილდი, თან მუცელის მტკიოდა ძალიან დილის მერე. მერე ლუკას ტელეფონზე უნდა გაკეთებულიყო ემაილი და ვერ გავაკეთე. კი ვიცი მაგის გაკეთება, მაგრამ დამეზარა ჩალიჩი. და მივწერე დათოს, მეთქი დათო თუ გააკეთებ თქვა და ამევიდა მერე დათო. ორივე ერთად ამოვიდნენ, ლიკაც ამოვიდა, მაგენი ხო გუშინ მე რო სახში წამოვედი 25 ნომერით, მაგენი იმაში წავიდნენ. ნინოშვილზე წავიდნენ, ანუ ლიკამ საბუთები უნდა შეეტანა ბავშვების. უნდა მიეტანა იმაში სოციალურში, მრავალშვილიანობაზე. ხო და კაკრას გზაში იყვნენ და მოვიდნენ რა და დათო იჩალიჩა და ლუკას ტელეფონზე მათხოვე. ესაა ლუკას ტელეფონი, რომელიც ლიკამ აჩუქა მეგობრებო. ლუკას ტელეფონზე ვერ გააკეთა ემაილი ნომრის გარეშე და ნომერი არ მქონდა თავისუფალი. ვერ გააკეთა მოკლედ რა. მე ჩემი კოკა-კოლა კილის დათოს მივეცი, იმიტომ რომ ცივი რამე დამალევიაო და ეგ კოკა-კოლა დათომ დალია. და მე ესენი ანუ მე დათო წავიდა, ნამუშევარი იყო თარმაგი და უნდა დავიბანო და ლიკა დარჩა და ლიკას უთხარი მეთქი გუშინ მეგობრებო სოფოს სახელზე. ხო გავაკეთე ბავშვების ტელეფონები. საბა და ლუკა დავაყენი არჩევნის წინაშე, ანუ ტელეფონის გაკეთეს სოფომ გუშინ დაგვრიცხა 300 ლარი და კონკრეტულ 400 ლარი უпроსტად გუშინ წინ უკვე. ხო და კონკრეტულად 100 ლარზე მითხრა რომ ეკავ ბავშვების არისო და ბავშვები მაიყიდონ რაც უნდათ. ხო და დავაყენი არჩევნის წინაშე საბა და ლუკა მეთქი. საბას უთხარ ტელეფონი, საბას და ლუკას ტელეფონები გაგიკეთოთ ბიჭებო თუ თურქულ მაღაზიაში გიყვანოთ და რამე სათამაშო გიყიდოთ თქვა. საბამ და ლუკამ არჩიეს ტელეფონები მეგობრებო და თეკლამ არჩია რომ ის მიყიდეო რა ქვია ბათერი და რაღაცები უნდოდა. ხო და მე გარეთ გასვლის თავი არ მქონდა, ტელეფონს საფრთხელი აღარ მომიგიდია გუშინ. გარეთ გასვლის თავი აღარ მქონდა და ლიკას უთხარ მეთქი წეიყვანეთ გვანუ რომ თეკლას იყიდა ეს ბათერია თუ რაღაცები რომლებიც უკვე აღარ აქვს გუშინ იყიდეს. აი მაგის გადაღების თავიც არ მქონდა. და ვეცდები რამე არ გამომჩეს ისე მოგიყვეთ ახლა მეგობრებო. ლიკას უთხარ მეთქი წეიყვანეთ თეკლა თქო და რაც უნდა უყიდე მეთქი სოფოს სახელზე რა თქმა უნდა სოფოსთან ხაიყო. და ვიგრძენი რომ საბას გული წყდებოდა, მაგრამ ხმას ვერ იხებდა, იმიტომ რომ ტელეფონი გაუკეთე მაგის ტელეფონის გაკეთებაში გუშინ 70 ლარი გადაიხარ. და ის ძალიან კაი ხელოსანი არის, ის მან გაახარო სმერთმა ბრონი უფასოდ დააკრა საბას ტელეფონზე. აგერ არის საბას ტელეფონი იტენება, გაუტყდა ხო ეს, გაუტყდა, საცხა 4 დღის უკან. აი ხა გათიშულია იტენება ეს 24%-ია. გაუტყდა, ანუ ნახევრად გაუტყდა მეგობრებო, მელანი ჩანდა შიგნით, მაგრამ ანათებდა. ძირს დაუვარდა და გაუტყდა. ხო და წაიყვანა ლიკა მეგობრებო, თეკლა თურქულ მაღაზიაში დამირეკეს, რომ მაინც ფასები მეკონტროლებინა
და ეხლა უნდა განახოთ რა იყიდეს, ეხლა უნდა განახოთ. რა იყიდა თეკლამ თავისთვის და რა უყიდა ლუკას. და საბას. მესენჯერზე ველაპარაკებოდი ლიკას ეს რო საჩუქრებს არჩევდა, საჩუქრებს და საყიდლებს არჩევდა და მე ლუკა და საბა შემეცოდნენ და ამდენს რაც უნდათ უთხრეს თეკლას და თეკლამ ბიჭებსაც უყიდა. დახარჯეს 46 ლარი გუშინ თურქულ მაღაზიაში სოფოს სახელზე. ახლა რაც დარჩა მაქედან მაგას გეტყვი, ანუ გუშინდებს საღამოს ამბავს გიყობი, ანუ 3 აგვისტოს საღამოს ამბავს გიყობი და დღეს არის 4 აგვისტოს შუადღე, პირველი ხდება. ესე იგი თეკლამ იყიდა ესეთი ნამცხვარი. არის მეგობრებო უფაფუკესი. აი არ ვიცი ნახე, აი ძალიან ფაფუკია, ნამდვილი ნამცხვარს გავს. ზემოდან ესეთია და აი რისის სუნი აქვს, იცი, აი პეჩენიები როა, პეჩენიები, ასე მრგვალი პეჩენიები როა და შენი თეთრი კრემი როა, ხო იცი? და მაგენს რო სუნი აქვს, აი ანალოგიური სუნი აქვს, ლამისა შევჭამი ხალხო. ისეთი სუნი აქვს. ეს იყიდა აი არ ვიცი ამაში რამე 8 ლარი? ნუ სადღაც 10 ლარამდე თეკლამ ეს თავისთვის იყიდა. ასევე თეკლამ იყიდა ეს, რომელიც გააფუჭეს და ნახევარი აღარა აქვს. ლუკამ გაუფუჭა. ამას ქვიებია მეგობრებო ბათერი და ეს ყოფილა ყველი, აი ესეთი რაღაცა არის. ესეთი რაღაცაა მეგობრებო, 20 ლარი ეს ღირდა. არ ვიცი, თავიდან ვერ დავუმუღამე სახში რომ მეიტანა ამაში 20 ლარი რანაირად უნდა მიცი, ახლაც მაგას ვფიქრობ. შეუძლებელი ბუბკა არა, მაგრამ რაღაცა სასიამოვნოა გარედან, რბილია და ეს ღირდა 20 ლარი, ხო და ეს უნდა ყველაზე ძალიან თეკლას. ამასთან ერთად დანარჩენი რაც იყიდა ლუკამ ეს მინდაო და ეს უყიდა თეკლამ ეს 8 ლარი ღირდა. და ამ ყველაფერთან ერთად კიდე იყოს საბას რაც უნდა აი ესეთი ტყლარწის პონტი, ოღონდ ტყლარწი არ იყო, ესეთი მრგვალი ბურთი იყო, შიგნით ჭყუალები იყო და წეპოვანი მასა იყო, ასე ხელს რომ მოუჭერდი, როგორც მოუჭერდი, ის რჩებოდა. ანუ ძალიან რაღაცა სილიკონისნაირი, ამნაირი არა. ეს იმ დღეს რო ვუყიდე, დაფლინგი არა. უბრალოდ გააფუჭეს მეგობრებო. ესეთი არა, ნუ ამ სტილის იყო. ოღონდ ეს რო ესეთ ხევადია და წყალივით ასხაში და არა, წეპუეს ხარაცხა და ასე რომ მოუჭერდი, ასე რჩებოდა. და მე უნდა გაგესწორები და ისევე. ეს იყო და ეს 2 ცალი და იგენის ხირდა 8 ლარი თითო. ჯამში იყო 46 ლარის. ეს ყველაფერი. სახში რომ მეიტანა თეკლამ ეს ყველაფერი აი პროსტ არ ვიცი გუშინ სუდად ვიყავი, სუდად გავხდი რაღაცა და არ გადამიღია. მე ეს მოეწონა საბასაც და მე საბა მეჩალიჩება რომ მიყიდო რა ხვალისთვისო, მე თეკლას ეუბნებოდა მათხოვეო, მე თეკლამ ცოტა ათხოვა, ცოტა არ ათხოვა, აწვალებდა და თეკლა იყო უბედნიერესი გუშინ, აი ამითინ, აი პროსტა არ გადამიღია ბოდიში ძალიან დიდი, აი უბედნიერესი იყო თეკლა. რომ ეს იყიდა და ეს იყიდა და ის იყიდა. აი მართლა ძალიან ბედნიერი იყო და ეს რა ვიცი სოფო შენ გაგახაროს მერთმა მე სოფოზე ლაპარაკი არ დამისრულებია მეგობრებო სოფომ გუშინ რა გააკეთა მაგი უნდა მოგიყვეთ მაგის თავიც არ მქონდა ეს ყველაფერი ხო მოხდა ეს ყველაფერი რომ მოხდა მეგობრებო მე WhatsApp-ზე მომდის მესეჯი სოფოსგან WhatsApp-ზე მომდის მესეჯი მეგობრებო სოფოსგან და ხსნი ესე იგი სოფომ მეგობრებო გუშინ წინ 400 ლარი დამირიცხა იმ საღამოს მითხრა რომ ისა რა ქვია თუ მოვახერხეო ლიმიტი მაქვსო კარტაზეო თუ რაღაც მსგავსი მითხრა მეო დაგერიცხაო გარკვეულ თანხასო და ის მანქანა გააკეთეო რაზეც უთხარი რა თქმა უნდა მე რომ არა მეთქი ანუ ეს არ მეჩქარება სოფო ამის გაკეთება მეთქი სოციალურზე უნდა გავაკეთო ხო გითხარით თქვენს ანუ სოციალურიდან გავაკეთებ მეთქი 200 ლარს სოციალურიდან გადმოვდებ და დანარჩენს აქედან გადავდებ და აგიხორცები არ დაიხარჯო მეთქი მაგრამ სოფომ გუშინ მეგობრებო მიუხედავად მაგისა ჩამიგდო გზავნილის სკრინი და მიგდებს voice რომ ამ თანხითო გააკეთეო მანქანაო და ის სოციალური რასაც აიღებო მოახმარეო ბავშვებსო და თქვენ ვერც კი წარმოიდგენთ რამხელა თანხა გამომიგზავნა გზავნილის სახით და უნდა გითხრათ
მე ხლაკან სოფოზე ლაპარაკს აღარ დავიწყებ. არ მინდა ბევრი ლაპარაკი და ძალიან ბევრი მადლობების ხთა არ მინდა მეგობრებო. სოფოს მივწერე მე პირადში და ისეთი რაღაცები მითხრა კიდე მის ცხოვრებაზე, რომ აქ რა თქმა უნდა მაგის ლაპარაკს არ ვაპირებ. მოკლედ, ძალიან მაგარი ადამიანია სოფო, თავისი პრობლემებით და იმედი მაქვს, რომ აუხდება ის სურვილი, რა სურვილიც აქვს. მარტო იმიტომ აუხდება სოფოს ის სურვილი, რაც სოფო ჩემი ბავშვებისთვის აკეთებს ეს ბოლო 2 თვია, რაც გავიცანი ეს ადამიანი. ფინანსურად და სხვა დანარჩენი. რაზეც ახლა ლაპარაკს ეთმეტია, კი იცით, ამანათი რომ მოვიტანე სახში, რამდენი რამე იყო შიგნით და იმის იქით რამდენი რამით მეხმარება, აი არ ვიცი. მოკლედ, გუშინ სოფო მეგობრებო ქსავნილი გამიკეთა და დამირიცხა 300 ევრო. კონკრეტულად მანქანის თანხა. რომ ვიყიდო კატალიზატორი, გავაკეთო კატალიზატორი და ის რის გამოც კიდე ზეთი წვეთავს, ისიც რომ გავაკეთო, მაგრამ იმაზე არ ვაპირებ ფულის გადახდას, თუ იგივე ნაწილი გაფუჭდა, რა ნაწილიც მე გავაკეთე სადღაც 5 დღის უკან, ის გოჭი, ის კლაპანი, ის გამოვცვალე ზეთი და ფილტრი მანქანაში, თუ ესენი რაც გავაკეთე, ისევ ესენი გაფუჭდა, რომელიმე შენ პრობლემა არ არის. ამაში მე 400 ლარი გადევიხადე უკვე. და უნდა მივყვანო დღეს მანქანა, ნახოს და გარკვევს რატო წვეთავს ისევ ზეთი იქიდან, როცა მე ის გავაკეთე. და მაგაში თანხის გადახდას არ ვაპირებ, თუ სხვა რამე არ არის გახეული. მომყვება ლიკა მიცის მანქანებში ყველაფერი და მე თუ დებილი ვარ და ვერ ვგებულობ ვერაფერს, ლიკაია იდეალურად გებულობს ყველაფერს მანქანებზე. და მაგას ვერ მოატყუებ. ლიკაია შეიძლება პომადა დაანახო და უთხრა, რომ ეს რა არის ლიკაო და გითხრას, რა ვიცი, თვალზე წასასობიაო ან ეს დაანახო და გითხრას, რომ რა ვიცი, მე იღლის დეზოდორანტიაო, მაგრამ მანქანებში რკვევა იდეალურად. ხო და მოდით გუშინდელ ამბავს დაუბრუნდეთ ხელახლა. მოკლედ სოფო მეგობრებო დამირიცხა ეს თანხა მანქანის 300 ევრო ხალხო. გავანახდე ლარში გადმოვიყვანე TBC-ზე და 300 ევრო გამოვიდა 904 ლარი. და სოფო მითხრა, რომ ესე გააკეთე მანქანა აუცილებლად. და აი არ ვიცი რა, გუშინ მივწერე სოფო, აი არ ვიცი. და დავპირდი სოფოს, რომ მე ხვალ დღეს არ ვიცი მოვახერხებ თუ არა მეგობრებო, არ ვიცი სახელოს უნდა რომ გამოვა რაფერ ვიქნები, მაგრამ ხვალ ვეჭველი, მე სოფოს დავპირდი, რომ ევიდოდი ბაგრატზე. აუცილებლად მე ბაგრატზე უნდა ევიდე ხვალ და უნდა ვილოცო იქ, ისედაც კაიხანია მე ბაგრატზე არ ავსულ ვარ და კიდე ალბათ კაიხანი არ ავიდოდი, მაგრამ გუშინ მე სოფომ ისეთი მესიჯი მომწერა, რაზეც მე აქ საუბარს არ ვაპირებ. ისეთი მესიჯი მომწერა მეგობრებო, მე აუცილებლად ბაგრატზე უნდა ავიდე. და უნდა ვილოცო. სოფოსთვის უნდა ვილოცო. და ცალკე ასეთი კარგი ადამიანებისთვის უნდა ვილოცო და იმ ხალხისთვის უნდა ვილოცო, რომლებიც ასე უანგაროდ მიდგანან გვერდზე და რა თქმა უნდა, ჩემი შვილებისთვის და ჩემი თავისთვის უნდა ვილოცო და უფალს გადავუხადო უდიდესი მადლობა, იმიტომ რომ კაიხანია მე არ ავსულ ვარ ეკლესიაში და არ მილოცია. არც ჩემზე და არც სხვაზე. მაგრამ მე ლოცვით ის ლოცულობ სულ. ყოველდღე მახსენდება უფალი და ყოველდღე ვფიქრობ მე ღმერთს. მაგრამ ეკლესიაში არ ავსულ ვარ და ბაგრატზე არ ავსულ ვარ. ბაგრატი მიყვარს ძალიან. ეს ვუთხარი მე სოფოსაც. და შემდეგ ეს თანხა რო გავანახდე მეგობრებო, ეს 904 ლარი რო გავანახდე, შემდეგ მეგობრებო გამოვიძახე მაკდონალდსი ეგეთ სოფოს სახელზე, მაგრამ მაგი აღარ მithქვია სოფოსთვის რომ მაკდონალდს გამოვიძახე. გუშინ არც თორები არაფერი არ დამithვია. გუშინ ისეთი ქათიშვილი ვიყავი მთელი დღე. გამოვიძახე მეგობრებო სოფოს სახელზე მაკდონალდსი, სიტყვერად გეტყვით რა ვიყიდე. გამოვიძახე 3 ეკონომო მენიუ ბავშვებისთვის, ჰამბურგერის, კოკაკოლის და ფრით. ერთი ჩემთვის ასევე ეკონომო მენიუ ოღონდ საშუალო. ასევე მეგობრებო გამოვიძახე ქათმის ფრთები, ცხარე 4 ცალი. მეტი არაფერი. ეს ყოველივე ჯამში იყო 64 ლარის, მაგრამ საკურიერო რო დაემატა 15%-ს ვუთითებ, მე ყოველთვის საკურიეროს 15%-ს ვუთითებ. უკანასკნელ ბოლო პროცენტს ეს ავიდა 10 ლარამდე და ჯამში გადავიხადე 74 ლარი მაკდონალდში.
მინდა გითხრათ რა კარგი და რა მაგარი კურიერი შემხვდა. ზოგადად მე როცა ამ მაკდონალდს ვიძახებ, ან რა ვიცი, როცა კურიერებთან მაქვს შეხება, სულ ესეთი კარგი კურიერები მხვდებიან. ესეთ თბილად მესაუბრებიან და ნუ მოკლედ სულ დადებითად მეპყრობიან და ვეპყრობი, როცა შეხვედრა გვიწევს და რომ უნდა გამოვართვა ნივთი. ერთი შემთხვევა რაც იყო კურიერთან დაკავშირებით, ეს იყო ადრე მაკდონალდსის კურიერის საცხა წლენახევრის უკან გამოვიძახე კურიერი, მიუთითე ბოლო ლიმიტით 15%, ყველაზე მაღალი პროცენტი, კაცი მოვიდა, გამარჯობა ვუთხარი, არ მომესალმა, გამოვართვი ექი და ანუ არც დამემშვიდობა, არც გემრიელად მიირთვით არ მითხრა. აშკარად მიცნო და არ მოუვედი თვალში, თუ რა მოხდა არ ვიცი. რაც მეწყინა ძალიან, იმიტომ მეწყინა, რომ რა ვიცი, დამემშვიდობა მისურვე, გემრიელად მიირთვი. ხო, ეს იყო გლოვოს კურიერებზე ერთადერთი და უკანასკნელი შემთხვევა იმ პერიოდში. და ბოლო შემთხვევა იყო, აგერ ახლა ბოლო ამანათები რო ვიყრე თემუსი. ერთ-ერთი ამანათი, რომელიც ავიღე, ანუ გამარჯობა მეთქი ვეუბნები, არ მითხრა გაგიმარჯოსო, ნახვამდის მეთქი და არც დამემშვიდობა, ანუ ეს ორი იყო, რაც მქონია შეხება, რა ვიცი, 5 წელია მაკდონალდსებს და იმგეს ვიძახებ, ადრე განსაკუთრებით როგორ ვიძახებდი, ახლა იშვიათად ძალიან. ხო და გუშინ მეგობრებო, გუშინ მე კურიერს შემხვდა და აი არ ვიცი, ხო გამოვიძახე. ხო და ჩავედი, ჯერ დამირეკა არასდროულად ამათ მითითებული იქანა, მისამართი ვერ ვასწორებ, 5 ნომერთან ვარო ბუკიაზეო, ბუკიაზთან და არა მევთხარი 8-თან ვარ თქო, მოვიდა მეგობრებო კურიერი, გადმოიტანა ეს ყველაფერი, ჩავედი და მაძლევს ამ შეკვეთას და მეუბნება ესეთ სიტყვებს, რომ ჯერ ხო მომესალმა გამარჯობა და მეთქი გაგიმარჯოს ხო და მე ხო გადმოიტანა ეს ხო მომცა ეს შეკვეთა. და ეს შეკვეთა რომ მომცა გემრიელად ანუ ესე მითხრა გემრიელად მიირთვითო თქვენობით მომართა გემრიელად მიირთვითო მშვიდობიანი საღამოო და ძალიან დიდი მადლობა პიცისთვისო. ხო და აი უცებ ვერ მივხვდი ეს პიცა რას ნიშნავდა. პიცა მითხრა მე მგონი ხო თუ პიზისთვის რაღაცა და უცებ ვერ მივხვდი, მაგრამ მე მივხვდი უცებ რომ ეს 15% რომ მივუთით ეს მაღალი პროცენტი რომ მივუთით მაგაზე გადამიხადა მადლობა. ხო და რას იცახით მე უთხარი პირიქით ძალიან დიდი მადლობა თქვა და დამემშვიდობა. აი ესეთი სიტყვები კურიერს შემთხვევა რო თქვა მე როცა მეგობრებო ვიძახებ მაკდონალდსთან რამეს სულ ვუთითებ და ვცდილობ რომ ბოლო პროცენტი მივუთითო რომ ყველაზე მაღალი პროცენტი რაც ჯამში გამოდის 10 ლარამდე. ეს პროცესი მივუთითოთ, იმიტომ სულ მაგას ვუთითებ ღმერთსკებისები. ერთი სამწუხაროდ თემუს კურიერებზე ვერ ვუთითებ ვერაფერს, იმიტომ რომ თემუდან რო ვიწერ ამანაც კურიერი, რა ვიცი, მე კურიერს ვიღაც სხვა უხდეს არ ვიცი რა და მე არ შემიძლია რომ იმ კურიერს მივუთითო იქა, თორე იმ გეზადაც მაგას ვიზამ. ხო და მე სულ ასე როცა კურიერს ვიზახებ, სულ ესე და არასდროს აი რამდენი კაი კურიერი შემხვეწია, ხო? აი რა ვიცი, იყვნენ კურიერები და არიან დღემდე კურიერები, რომლებიც მეუბნებიან, რომელ სართულზე ხართ, რომ ამოგიტანო თუ ანუ და რას ქვია კურიერს ვაწვალებ და ამე ვიყვან ზევით ხო რასულელია, მაგრამ კონკრეტულად ეს სიტყვა რომ ეს ეთქვა რომ მადლობა რომ ეს ამ პიცისთვისო თუ პიზისთვის აღარ მახსოვს რა მითხრა მადლობა ამისთვისო, აი ეს გამიხარდა, რა გამიხარდა იცი, ის გამიხარდა რომ დაინახა რომ მისთვის პატივისცემა მინდოდა. ესე იგი მეგობრებო იმდენად უმადურ ხალხთან მაქვს შეხება, ჩემს ნაცნობებთან, ნათესავებთან მქონია და მაგ დღემდე რომ აი ისევ ვცდილობ რომ აი სული ამევიღო და მივცე და იყვნენ კარგად, მაგრამ ვერც ერთი ვერ ხედავს ამას. და ზოგადად ხო სიკეთე იმიტომ არ უნდა გააკეთო რომ დაგინახონ და დაგიფასონ, ხო ბაზარი არ არის. მაგრამ აი როცა მთელი გულით რაღაცას აკეთებ და სრული იგნორია და ელემენტარული მადლობა მითხარი რაღაცა მასიამოვნე, ამასაც რო ვერ ვხედავ, ისეთი გული მწყდება და ამას ყველა გამიგებთ მეგობრებო, მე თქვენ ახლა რაზე მაქვს ლაპარაკი და ამ კურიერმა გუში რო დაინახა ის პატივი, რის პატივიც მინდოდა ელემენტარული მე მესამე სხვა რიცხვი პატივი, რაც მიუთითე იქ მას, ხო? ეს რო დაინახა ამ ადამიანმა გუშინ და მითხრა რომ მადლობაო, თან ისეთ თბილად მითხრა მეგობრებო, რომ არ ვიცი ძალიან გამიხარდა და გული ამიჩუხდა ღმერთს გეფიცები და აი რა ვიცი სასტიკად მშიოდა, გუში საღამოს მომშივდა ძალიან და არ ვიცი რა იმ საჭმელზე გემრიელი იმ ბიჭის სიტყვები რო იყო რომ ის სიკეთე დაინახა, რა სიკეთეც ელემენტარული მე ვეცადე, ხო? 10 ლარი კურიერზე მითითება კი არა ხალხო, ღმერთს გეფიცები, რა ვიცი, იმდენი თანხები და იმდენი ენერგია და იმდენი ისა მაქვს,
ნათესავებისთვის ჩემთვის გაცემული და სანაცვლოდ ფურთხი დედის გინება და მუქარა რო ყელს გამომჭრიან მივიღე რომ რა ვიცი აი აქ რო კურიერმა რა ჩემი ფეხები ათილი არის ხო ეს თანხა რო დაინახა და მადლობა გადამიხადა ამით აი თითქოს იმ დანარჩენი ყველა მის გული მატკინა მაშინ და მადლობის მაგიერი სახეში შემაფურთხა თითქოს იმათ მაგივრათაც მადლობა მომიხადა ისეთი სიტყვებით მითხრა და ძალიან გამიხარდა რომ ესე მოხდა გუშინ და რა ვიცი მადლობა იქით პირიქით მადლობა რომ რა ვიცი გამაბედნიერა გუშინ ამ კურიერმა მე მეგობრებო და ასეთ კაი კურიერებთან მაქვს მე სულ შეხება როგორც გითხარით მეგობრებო ზოგი რას აფასებს ზოგი პატივისცემის ნიშნად ანუ თავი სახში ამოგიტანა მეუნება ზოგი იმას მეუნება ზოგი ამას მეუნება და აგერ გუშინ კურიერმა აგერ ამ კურიერმა მადლობა გადამიხადა ელემენტარულის გამო რაზე იყო მადლობა გადასახდელი 10 ლარისთვის რა შემფეხებია ხო და აი ძალიან გამახარა მოკლედ რა მე და შევჭამეთ ეს მაკდონალდსი მეგობრებო მე გავხდი ისევე ცუდად გუშინ წუხენ თელეგრამი ვტიროდი არ ვიცი რა ჯანდაბადა მეტად აი დეპრესიები დამეწყო გუშინ მე ვიდეოს ვუყურე და იმ ვიდეომ ძალიან იმოქმედა მეგობრებო არ ვიცი შეიძლება თქვენ შეგხვდათ ახალგაზრდა კაცი უმღერის დედას ოღონდ დედა გარდაცვლილი ყავს დედის ფოტო უკავია ხელში დიდი ოთხკუთხედი ფოტო არის ასე აქვს ჩაკრული დედის ფოტო გულში, სუფრაზე ზია და მღერის დედაზე სიმღერა არის და იმ სიმღერა არის ჩართული და მთელი გულით და მთელი სულით ესეც მღერის აუ ისე ცუდად გავხდი და მე წამიღო დეპრესიებმა მე სოფომაც მონაწილემაც იმოქმედა ჩემზე ისეთი რაღაცა მომწერა სოფომ და ყველაფერმა ერთად იმოქმედა მეგობრებო გევედი კუხნაში და მთელი საათნახევარი გეფიცებთ ყველაფერს ვტიროდი და მე ნამტირალებზე ისედაც გუშინ მთელი დღე დასიცხული ვიყავი დილას ადრე გევიღვიძე რომ ლუკას სტომატოლოგთან წამეყვანა და ეს ყველაფერმა იმოქმედა ნამტირალებზე გამოფიტული ვიყავი ერთი წალი წამალი დავლიე ძილის და ლოგი გამევედი თუ არა კუხნიდან და დავდები თუ არა თავი მეგობრებო საწოლზე ეგრევე გევითიშე და რო გავახილე თვალები აგერ ახლა 12 საათი იყო ეს ყველაფერი მოხდა მეგობრებო გუშინ ანუ ხო რომ ყოფილიყავი კარგად და რომ მქონდა ხალის ხოიც გადავიხებდი ყველაფერს მაგრამ აი წარმოიგინე ადონიზმი ხოიც სულ რო ვიღებ მაგრამ აი წარმოიგინე ამდენად ვიყავი რა ვერ ვიყავი კარგად ამდენად რომ არც აი არანაირი გადაღების სურვილი მეგობრებო და არაფერი ის მაკდონალდშიც რო გავხსენით ჭამეთ და აი არ ვიცი რა და დაჟე სტორებიც აღარ დამიტვია გუშინ ერთი სტორი დავდე სტომატოლოგთან ვართ მეთქი და იმის მეტი არაფერი აღარ დამიტვია არც სტორზე არც გუშინ არც ვიდეოები არ დამიტვია მეგობრებო და დღეს ყველას ერთად დაგიდებთ საღამოს არ დამილევია შეიძლება მე მიფიქროს და არანაირად მეგობრებო დამლევი კარგად არ გავსულა თეკლას საყვანაც დამეზარა თურქულში და ლიკას გავატანე როგორც გითხარით და მოკლედ მთელი საღამო მეგობრებო ვიყავი ესე დეპრესიულად და რაღაცნაირად დღესაც მასე ვარ მაგრამ ვეცდები რომ ამოვქოქო და გავაკეთო დღეს საქმე და წავიდეთ ეხა ცოტა ხანში უკვე ცოტა წყალს გადავივლებ დღესაც ძალიან სიცხეა დღეს ღრუბელია გუშინ არ იყო ღრუბელი დღეს ღრუბელია მაგრამ ისეთ დახუთულობა და სისასტიკე სიცხეა რომ არ ვიცი რა ცუდად ვხდები რაღაცნაირად ყველაფერთან ერთად და გადავივლებ წყალს ეხა და ხო დაბანას მინდოდა გუშინ უფლიანი ვიყავი მთელი დღე გარეთ ნარონიები მეთქი წყალს გადავივლებ საღამოს და არაფრის თავი ვაფშე გავიტიშე დავწექი ჯერ ეს ერთი 10 მინდოდა დავწოლილიყავი ამ ახალ ლოგში და იქ მოვწიე სიგარეტი ასე ჩავხარე თავი და გევითიშე თან სადღაც 11-ისკენ ღამის ხო და გადავივლებ ახლა წყალს და ნენელა წავიდეთ ამ გოჭებს ეს გალია ისევ გამოსასვლელი აქვს მაგრამ არ ვიცი არ შემილია რა მესამე დღეა დღეს ისევ გამოსასვლელი აქვს გალია ნახერხი მაგრამ არ შემილია ძალიან ცუდად ვარ ბუდიში მაგრამ არ შემილია რა ხა მაგი კი არა მეგობრებო ეხა მანქანის ხასიათიც არა ვარ მაგრამ უნდა წავიყვანო მანქანა და უნდა გავაკეთო კიდე ესეთი ამინდია არ ვიცი რა ემჩიტები
საცხა ერთისთვის უკან მეორე სართულიდან მეზობელი ამომივიდა გაბრაზებული წყალი არისო გადმოქცეული სარეცხი მქონდაო გაფენილიო გარეთ და მე არ გადმომიქცევია მეთქი მართლა არ გამომიქცევია მე და ცოტა უხეშად გევისტუმრე უკან ხო და იმ მეზობელმა რა უნდა თქვას წყალი მაინც იყო და სარეცხი დაუსველა და მე შეხედე დამაჯვა და დამარწყია სახეზე ჩიტებმა ასე რომ დააფასეთ ის წყალი რაც ისხება თქვენ სარეცხზე თუ არა აგერ მე ზღნერებით ვარ სავსე ჩიტების გადამგით თეკლა გოგო აგერ არის საბიკოს შეძლებთ ძინავს ლუკასაც გავღვიძია აგერ წავიდე ხა გადავილებ წყალს და მოვალ მეგობრებო ენერგიას მოვიხოდები და იმას ვიზამ რა ქვია წევიდეთ ხო გადავიღებ თან წყალი არა გვაქვს საღამომდე წყალი არ მოვა მომივიდა გუშინ მესიჯი რომ წყალიო არ იქნებაო ხვალო დღევანდელ დღეზე და არც არის თავარი დენი არ წევიდეს და წყალს არჩივი მაგრამ სამწუხაროდ დენის წავა 4-ში თუ 5-ში წავაო რა რაღაც მესიჯი მომივიდა წყალი გვაქვს ქვეყანა წყალი გვაქვს აგერ ერთი წყალი 4-ია ხო და არ ვიცი რა დღეს ახლა უნდა წევიდესო დენიო და რა ვიცი თუ რაღაცა ლიკასთან გადავდავდნენ მე არ მანქანაში ეს ერთი წყალი გვაქვს ეგერ მეგობრებო და აგერაც ნახეთ წყლების მეტი რა არის ასე რომ მაგერ რა სანერვო აუ მარა ხო წყალი უნდა გადამევლო ხო მაგი ემან გევიჭედეთ ხო აი რა ვშოს მაშინ არ გადავიდებ წყალს უკას დავისვინებ ერთხელ სიგარეტს მოწევ მეგობრებო და წავიდეთ და გავაკეთოთ მანქანას საბამაც გევიდეთ ამასობაში წევედით ხალხო წევედეთ მე დაგეწევ წევედით ასე ვარ დაბანა ვერდები ბანე ლიკა ამევიდეს ენერგეტიკული ვაყიდი მილი სტოპინგი ხონდა მიმეღო ხო და წევედით ნაგებს წევედით ხო და დაიწყო მანქანაზე ჩარიჩი ნაგავი ეს გუშინდელი პარტია ის მაგდონალდსის ხოდგაკოც გაბუტულია სამოყვებიო და დები მახსოვს მე ნაწილებს ხელოსანი რა სიტყვის აუ თეკლა გასაღები დამჭა თეკლა გასაღები დამჭა კაი მოდელი ხარ ახლა კაი მიდი წაგიყვან ჩაის ფეხზე მიდი გასაღებს რო შევედი ისეთი სახე აქვს ველოდები ჩემიც მოვუწებ ასე ვარ მე საფულე გასაღებს სიგარეტი ტელეფონი დაუტოვო დაუტოვე ხო ან თუნდაც წამეიღე აგერა თეკლა ტელეფონი მოგახშენ ცოტა სწრაფად ეხლა სამარცხალი ვერ ვიყავ თლები დაიგოს ზად მე ვიყავ მე ცეცხი არ გავითო ესე იგი თელდრი ახლა სახელოსნოებში მიწევს ყოფნა აი ნაწილების ეგნა ზეთ შევამეწე ხანხანაშა ხო და ერთი მე აქანა რეები წერია კეთი ის გავზამო ზეთი აი ეს კიდე მომძრალა აჟარი არის ამ მანქანაში ჰაი სნაბლები ჩვენ მანქანას გავდოთ თუ გავაკეთე ჯერ მე ახლა ბაცა ცოტა დამჩაზეთ ეს ასე რატო ინძრევა ასე უნდა ინძრეოდეს აი ასე არა კაცო არის კაცო შეეცი მაშინ ბოლომდე აბა აგერა და შეძახი გამიშლები
მე თუ არ გუში რას ფეხით რო ვიარე. მაგრამ გუში დაგავჩაყარე. აბა რა ვქნახ, მაინც უნდა ვანახო ხელოსანს. აუ წყალი არა მაქვს ეს რო გადაიმოს. ნახე ეს გუს. შეხედე. აუ წყალი აღარა მაქვს. მეცა ვიყიდო წყალი. თვა მაგ ვერ შევხედავ გზას. წყალი მინდა. უი რა სიცხეა და რამ დღეს სურსულით მოდიოდა ზეთინა, მაგრამ სიარულის დროს ჩამოვდეს. ამიტომ ვივლი ხდა. ჩართე. ცოტას ვიარ და სიარულის დროს ჩამოაქვს, მე მგონი. რა გაპიპინებულია ზეთი და იმ დღეს წიწული ჩამოდიოდა ზებს. რა უნდა მანქან შენ მაინც მითხარი. გამაგები მართლა რა უნდა? ეხლა თუ ითაც არა არის ნაკცევი, ძველი ნაკცევები. არა, ძველი ნაკცევები არა არის. ახლა ახლა მე ცოტას ხო გევილი სანამ ავალ მანქანა. ხო და ანუ სიარულის გავაჩერებს რაღაცა და განახება და რა წიწული ჩამოაქვს. ზეინა ჩამოსვეს ესე. ისტილა მომენტს ერთუთი. კო მაგი მინდა მეც რო არ იყოს, მაგრამ რო აქ სიარულის დროს გამოსდის თქო ესე იგი და რა არის გაცხელებული მაშინ რა. აბა ხა თუ არ გაცხელა, თუ არ ვიარე ხო? მასე გეუნდები და ასე გაჩერებულზე ცივზე არ გამოსდის. გაჩერებულზე არც მე არ გამომდის, რო დავდივარ მაშინ და გავჟონავს. აი წევით. ხარ ბენზინი ჩავასხე ხან. 90 კილომეტრი ამინთებს ახ. ერთი 30 ლარსაც ჩავასხამ. აუ რა სიცხეა ჩემი, ვენტილატორი მაინც ხოს მანქანაში ჩემ. გაიწევეთ ხალხო, ეხა ბენზინ კალონკასთან მივიდეთ და ჩავასხა. გადააგდე მოაშორე მაგიდან. შტატივი არ აქვს ასენ გადევი. აბა ხა ორმაკიცა ყოებია, ხო? გამარჯობა. პრემიუმი 40 ლარს. 29 თქვი მაგრამ. ჩემ ფეხები 30 5 ლიტრი მოვა. აუ ბიჭო რა სიცხეა. ლიკაი არ ნებდება, გეიგე? იქანა ხო ვერ დააკრა ტორპედოზე და ახლა წინ მინაზე ჩალიჩობს. ვუყურებ ის ხო? მე ცერტ. აიო. კაზე 25 ლიტრი მოვიდა. შემიგა. აბა. შეის. ანახე 40 ლარად მოვიდა 11 ლიტრა და 11 და ეცე და 11 და 20. დაკენ ლიგა. დააგეთა ლიგა. მადლობა. კარგად. შეწევით ხა. სახელოსნოში მეგობრებო. სტეკლოტარაზე ვარ, მეგობრებო, მივდივარ ბალახვაში. რა ფერდღია, ეხალხი ვერ ხვდები, ეს შუაში რატო დგას? აი ეს ბოლოზოლი არ მიყვარს. ბოლოზოლი არ მიყვარს. ხო, გადავიდები. არა, ერთი ვიღაცა დგას არასდროს, ზუსტად ყველა მიყვება იმას.